დადგა დრო დააგემოვნოს სამზარეულოს ახალი ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში შეიძინე გორენიეს ჩასაშენებელი ნაკრები და მიიღეს საჩუქრად 1000 ლარამდე ფასდაკლება. მარნეულში რუსთაველის 92 ნომერში გაიხსნა რუსული ლოტო. აქ გელით უფასო ჩაი და ყავა, ჯეკპოტი ყოველ დღე, საპრიზო თამაშები და სასიამოვნო გარემო. გიწვეთ ყოველ დღე და გისურვებთ მოგებას. რუსული ლოტო. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. ჰუალინგი, ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნება დეკემბერში. 120,000 კვადრატი ფართობი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ლიფტები, ესკალატორები, საბეჟო ტერმინალი, სასაწყობე მეურნეობა და პარკინგი 5,000 მანქანაზე. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკური ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და ელექტროსაქონელი, ავეჯი, განათება, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები, სათამაშოები, გართობა და დასვენება, კვების ობიექტები. იჯარის თანხა 5.5 დოლარიდან, ფართები 20 კვადრატული მეტრიდან, რომელშიც შედის ცენტრალური გათბობა და კონდიცირება. დაცვისა და დასუფთავების მომსახურება. თავისუფლების მოედნიდან 9 კილომეტრი. დაგვიკავშირდით 2580 580. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის ჩასაშენებელი ნაკრები საუკეთესო ფასად. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. Hualin, Tbilisi denizinin yeni şehri, Aslan Eldeydi. 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდი 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის გასკურები 850 ლარიდან და მიიღე საჩუქრად ბლენდერი, ყავის საფქვავი ან ხორცის მანქანა. Hualing, Tbilisi denizinin yeni şehri. Yeni, optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 2 77 88 88. Marneul'da Rustaveli 92'de Rus lotosu açıldı. Burada pulsuz çay, qəhvə, hər gün jackpot, hədiyyəli oyunlar və məmnun mühit sizi gözləyir. Hər gün buyura bilərsiniz. Qalib olmağı arzulayırıq. Rus lotosu. მარნეულის ნომერ 22 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღის წესრიგით განიხილებოდა ოლქში შესული განცხადება საჩივრების განხილვა. სულ 51 საჩივარი იქნა განხილული, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მკობა ასანიძემ განაცხადა, 51 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 10 საჩივარი, რამდენიმე საჩივარი დარჩა განუხილველი. მკობა ასანიძის განცხადებით მოთხოვნა იყო რამდენიმე ოლქის ბათილობაზე, თუმცა უსაფუძვლობის გამო არც ერთი საჩივარი, რომელიც უბნის ბათილობას ეხებოდა, არ დაკმაყოფილდა. დღის წესრიგით განიხილებოდა ოლქში შემოსული განცხადება საჩივრები, საჩივარი იყო სულ 51, დაკმაყოფილდა 10 საჩივარი, ძირითადად ეს საჩივრები ეხებოდა თავმჯდომარის, ზოგიერთ შემთხვევაში თავმჯდომარე დივნის და კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის შეფარდებას. 10 საჩივარი დაკმაყოფილდა, შემთხვევებში მარტო თავმჯდომარის გამოეცხადა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზონა შეეფარდა, ზოგიერთ შემთხვევაში კომისიის წევრებსაც რამოდენიმე საჩივარი დარჩა განუხილველი
დანარჩენი საჩივრები არ დაგმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვინც არის დანიშნული, სხდომა დატოვა, მასთან ერთად სხდომა დატოვა შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მე თითქმის ყველა საჩივრები, სადაც მთლიანი ოლქის ბათილობასაც ითხოვდნენ პირველიდან 46-ვე უბნის ბათილობას იყო, საჩივრები, სადაც პირდაპირ ერთ-ერთი უბნის ბათილობას ითხოვდნენ. უსაფუძვლობის გამო არ დაგმაყოფილდა არც ერთი საჩივარი, რომელიც ეხებოდა უბნის ბათილობას. დაპირისპირება მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის პიკს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავრცელდა, სადაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მარნეულში ყოფილი დეპუტატობის კანდიდატის ახმედ იმამკულიევის ფიზიკური ანგარიშის სწორების პროვოცირება იგეგმება. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაშიც მონაწილეობას მარნეულის ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატებიც იღებენ და ამის გამო შესაძლოა ისინი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიიდანაც გაირიცხონ. აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ახმედ იმამკულიევის წინააღმდეგ იყოს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაც კი, ამიტომ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ სწორედ მათზე იქნება ეს პასუხისგებლობა. ხელისუფლება მასში ხედავს თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის უკვე საფრთხეს და დღეს ეწევა მის წინააღმდეგ კამპანიას. სერგო რატიანის განცხადების საფუძველზე მარნეულის ტელევიზია დაინტერესდა ახმედ იმამკულიევის მოსაზრებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ახმედ იმამკულიევი გიორგი შუკაკიძეს, ლერი მუმლაძეს, გივი და ლაშა ქველაძეებს ჩვენთან ინტერვიუში წარსულში პარტიის წევრებად მოიხსენიებს. მისი განცხადებით აღნიშნული პირები პროვოკაციის მოწყობას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც მარნეულის ტელევიზიით გავიდა ინფორმაცია, სადაც ახმედ იმამკულიევი საუბრობს თუ რა მიზეზით გამოეყო პარტიის აღნიშნულ წევრებს. მისივე თქმით, პარტიის წევრები პოლიტსაბჭოს მიერ თითქმის განთავისუფლებულები არიან. ბატონმა სერგი რატიანმა რაც ბრძანა, ანუ რაც გააკეთა ჟურნალისტების წინ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ზეწოლაზე და მუქარაზე, თქვენი ტელევიზიით იყო ზუსტად გამოხატული მათინება ჩვენი წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ისინი ამბობდნენ, რომ სასტიკად დამისაჯებენ დაიშიესო ახმეტიო და მე ოფისის წინაში ვნახე მოვიდნენ ჩემს მხარეს და უნდათ რომ რაღაცა პროვოკაცია რომ გვეჩხუბა ან რაღაცა რომ მოხდეს, მე არ მივეცი მის საშუალება და მე კანონის გზით მივმართე პოლიციას, რომ არანაირი პრობლემა არ მჭირდება, მე არა ვარ ბავშვი და არ მჭირდება ჩხუბი და რაღაცა, იმიტომ რომ ესენი არიან პროვოცირებას აკეთებენ და ყვიროდნენ, რომ ვითომ მე ყოფილ ვარ რაღაცას სეპარატისტი ამ ვიღაცა. ამაზე იყო საუბარი, მე გავაფრთხილე ჩვენი ცენტრალური ოფისი და ჩვენ ცენტრალური ოფისის უკვე კომენტარი თქვენ იცით, ბატონმა სერგი რატიანმა უკვე გააკეთა თავისი კომენტარი და რაც ეხება პოლიციის გადაწყვეტილებით, მე მგონი უკვე ეს ჩვენი ყოფილი წევრები გაუშვებენ პარტიიდანაც. ეს ინფორმაცია დაზუსტებულია უბრალოდ ველოდებით პოლიტსაბჭოს, იმიტომ რომ ეს უნდა გადაწყვეტილება მიიღონ პოლიტსაბჭოში, რადგან ჩვენი ყოფილი წევრები მართლა თესავდნენ და თესავენ ძალიან სახიფათო არასახელმწიფოებრივ კუთხით რაღაცა აზრებს, რაც ეხებოდა ვითომღაც მე ვიღაცა გაუშვი ეთნიკური ნიშნით, მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ამჟამინდელ ჩვენ პარტიაშიც უკვე არიან სოფელი საიმერლოდან, წერეთლიდან, შავმიანიდან და ასე შემდეგ, ყველა სოფლიდან ჩვენ მყავს პარტიის წევრები, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი
და არანაირი პრობლემას იმაში არ ვხედავდი, უბრალოდ ეს მე მაშინაც ვთქვი და ეხლაც ვეუბნები, რომ ვინც ავრცელებს ესეთ ინფორმაციებს, ისინი ზუსტად კი ემსახურებიან სუსის იმ დავალებებს ასრულებენ, რასაც არის ორი ეთნოსის ეთნიკური დაპირისპირების მიყვანამდე ან ჩემ წინააღმდეგ ასეთი იდეების გავრცელებაში ეხმარებიან სუსს. იმიტომ რომ ჩვენ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროიდან ვხედავდით, რომ ქართული ოცნებია და სუსი ცდილობდა, რომ შეიყვანოს ამომრჩევლები და მთლიანად საქართველოს საზოგადოება არასწორი ინფორმაციით შეიყვანოს იმ ცხრილში, სადაც ვითომღაც მარნეულში იყო ეთნიკური დაპირისპირება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ყველა დავინახეთ, რომ არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ იყო, არც მოხდა, ხო არჩევნები უკვე სამჯერ ჩატარდა ერთი თვის განმავლობაში მარნეულში და არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ეს იყო პოლიტიკური ერთმანეთის შორის კონკურენცია და არაფერი სხვა, მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ ამას ცდილობდა, რომ მოსახლეობა შეიყვანოს არასწორ მიდგომით შეიყვანოს მოსახლეობა, რომ ვითომღაც არის მარნეულში ეთნიკური დაპირისპირება, ეს იყო ცრუ ინფორმაცია და ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ და ჩვენი პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ესეთი ინფორმაციების ვინც ავრცელებს, არ უნდა იყოს ჩვენ პარტიაში, იმიტომ რომ ჩვენი პარტია არის დემოკრატიული, ჩვენი პარტია არის მრავალეროვანი და ჩვენი პარტია არის ერთადერთი პარტია, რომელიც დგას ფეხზე, ებრძვის პოლიტიკურად დემოკრატიული გზებით ქართულ ოცნების წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღიურად უკან და უკან ახევს ჩვენი საქართველოს, ჩვენი სახელმწიფო. აი ეს არის და ეს. ბატონო ახმედ, მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ. ეს ყველაფერი დღევანდელი რეალობა რაც არის, ზოგადად ეს სიტუაცია რასაც მოყვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ თქვენმა სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც თქვენ უწოდეთ აღნიშნულ ნაციონალური პარტიის წევრებს, რომ ისინი იყვნენ სუსის აგენტები და ამიტომ გაუშვით. მე არ მithქვამს, რომ ისინი იყვნენ სუსის აგენტები, ეს თვითონ მოიფიქრეს, მე ვთქვი, რომ ისინი ამ ეთნიკურ დაპირისპირებას თუ ავრცელებენ, ანუ ისინი აკეთებენ სუსის დავალებას, ანუ ასრულებენ სუსის დავალებას, იმიტომ რომ სუსს ჰქონდა ესეთი მიზანი და გეგმა, რომ ვითომღაც აჩვენონ მოსახლეობას, რომ ვითომღაც არის ეთნიკური დაპირისპირება. მე ამას გულისხმობდი და არ ვეუბნები, რომ ისინი არიან სუსის აგენტები. მე ვთქვი, რომ ვინც ავრცელებს ამას და რაც ეხება ჩემ ქართულ ცოტა არასწორ თქმას, რომ მე მაშინ ვუთხარი და მეც ვუყურე იმ სიუჟეტს, მე ვთქვი, რომ ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, ეს იყო თავიანთ საქმიანობაზე და როცა ავრცელებენ ესეთ რაღაცას, სუსის დავალებას ასრულებენ, მე ვუთხარი. თავად გიორგი შუკაკიძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან პარტიის წევრებს მარნეულში ელოდებიან და მათი აქ ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. მანამდე კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. მარნეულის ცენტრალური ბაზრის გარემოვაჭრები ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე ანტისანიტარიის ბუდეა. გარემოვაჭრების თქმით, ადრე გადასახადს იხდიდნენ და ნაგვის ურნებიც იდგა. ადრე გადასახადს ვიხდიდით და ნაგვის ურნებიც იდგა. გადავიხდით, რაც საჭირო იქნება, ოღონდ დადგან ურნები. ნაგვის ურნები რომ იქნება, სისუფთავე უფრო იქნება. დადგან მადლობლები დავრჩებით. როგორც მარნეულის კომუნალურ სამსახურში განგვიმარტეს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნები იდგა, თუმცა მაღაზიის მეპატრონეების თხოვნით ურნები აიღეს. როგორც აიპის სუფთა მარნეულის დირექტორმა ლერი მუმლაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ახალ წლამდე ნაგვის ურნებს ელოდებიან. მისი თქმით, თუ მაღაზიის მეპატრონეებისგან იქნება მოთხოვნა, ურნები აუცილებლად დაიდგმება. ლერი მუმლაძის განცხადებით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ყოველდღიურად სუფთავდება. თვითონ მაღაზიის მეპატრონეებმა ანუ აგვაღებინეს ის ურნები, სადაც ხდება ყოველდღიური დასუფთავება, ყოველ საღამოზე შედის 6-ის შემდეგ მანქანა, ღამის 11-12 საათამდე ყოველდღურად გადის მაგ ტერიტორიიდან 5 კუბომეტრი ნარჩენი. ჩვენ ურნებს ველოდებით ეხა, პრობლემა არ არის მაგისა,
როდესაც ვივიღებთ ამ ურნებს, თუ კი თვითონ იტყვიან, სადაც არ არის პრობლემა, ერთ 10 ურნას დავდგავთ. თუ იქნება სურვილი, ჩავდგავ, თუ კი არ გაამართლებს ის ურნები, ავიღებ ისევე ხელახლა. ხორცის ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 2017 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს ის სასაკლაოც, რომელსაც HASP-ის სისტემა სრულყოფილად არ ექნება დანერგილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ლიცენზირებულია ცხოველთა 91 სასაკლაო. აქედან HASP-ის სისტემა სრულყოფილად მხოლოდ რამდენიმეს აქვს დანერგილი. სასაკლაოების უმეტესობა ამ სისტემას ახლა ნერგავს, ნაწილი კი სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს. სურსათის მიკვლევადობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საქონლის ხორცის ეტიკეტირება. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ. რეგლამენტის მიხედვით ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის წარმოებას, რეალიზაციას, ვალდებულია დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს ან და ცხოველებს შორის. სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს, ხორცის ნაჭრებსა და ცალკეულ ცხოველს შორის. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები და ადვილად დასაკითხი. ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულოა ხორცის პარტიის შემადგენლობის, გატარებული ხორცის ანაჭერის, ასევე დაჭრილი, შეფუთული და შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირება. ანუ საქონლის ხორცის არც ერთი ნაჭერი არ გაიყიდება ეტიკეტირების გარეშე, მათ შორის არც გატარებული ხორცი. ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას. ბიზნეს ოპერატორის მიერ ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანი, განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი ან ბიზნეს ოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფებისთვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი. თუ ხორცი მიღებულია იმ ცხოველისგან ან ცხოველთა ჯგუფებისგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში, წარმოება საქართველო ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს. ასევე სასაკლაოზე ცოცხალი ცხოველის მიმყვანი პირის პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ხორცი მიღებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველისგან, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საყურე ნიშანი, ეს პუნქტი 2018 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში. იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ასევე ქვეყნის დასახელება. ის რაც კანონით განსაზღვრულია, რომ იყოს ეტიკეტზე, ის უნდა იყოს ეტიკეტზე. თუ კანონში შეიძლება რომ ეწეროს მაინც ბრუსელოზიანი, ესეც დაიწერება, ხო, სხვანაირად ეგრევე. აი ახლა იწყება ეტიკეტირება დაიწყო საქონლის ხორცის. აუცილებლად შეიძლება სანიტარული კუთხით, მეტრალური კუთხით უბრალოდ ეს იყოს უნდებელი ხორცი ადამიანებისთვის, მოხმარებისთვის, მაგრამ მე როგორც მოხმარებელი, ესე იგი მინდა ვიცოდე ის ბრუსელოზა დაავადების საქონლის ხორცია თუ ჩორიჟამთალის საქონლის ხორცია. შეიძლება ფაში განსხვავება იყოს, კარგი ხორცი უფრო მეტი იყიდეს ვიდრე ის და მე ყოველთვის ავარჩევ რომ დაუშვათ იყოს უფრო ძვირადღირებული და იმიტომ რომ ეს მე ვფიქრო რომ ასეთი დაუშვათ ესე იგი მარკირების გარეშე ამ ხორცის გამოტანა მე ვფიქრობ მაინც ეს არასწორი მიდგომა იქნება მომხმარებლის მიმართ და ამას აუცილებლად ვთვლი რომ იყოს გაიყიდოს ხორცი და ის ეცოდება რომ უნებელია და ფასი დაბალი იყოს, მაგრამ აუცილებლად იყოს ინფორმირებული მყიდველობს ამ ხორცს. ეხლა როგორაც საერთოდ ახლა ხორცს და მაგალითად როგორც ასეთი გადამდები ადამიანს მამდე იყოს ეს რა თქმა უნდა არ იქნება. მაგრამ თუ ძალიან ღრმად ჩაუღრმავდებით, არა ესე იგი მაინც როცა დაავადება, ესე იგი ეს მაგალითად დაავადებული საქონლის ხორცი, რომელიც ისე იგი სისხლი არ არის და ის არის მისაღების საკვებად, არა, მაგრამ მაინც რაღაცა დონეზე იქ მაინც ცვლილებები არის, რომელიც მალნიარე ადამიანისთვის, მაგრამ მე მაგალითად როგორც ყიდოს ამ სიამოვნებს რომ ვიყიდო და უბრალოდ ეს დაავადებული ხორცი. მარნეულის ხორცის გადამამუშავებელი კომბინატის ლაშარელას მფლობელი ზაზა ლაშხი ახალ კანონს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, გადამამუშავებელი კომბინატი ლაშარელა უკვე რამდენიმე წელია ეტიკეტირებით მუშაობს. ეტიკეტირებასთან დაკავშირებით რას ვფიქრობ? ეტიკეტირება ეს
ჩვენ დიდი ხანია უკვე დაახლოებით ალბათ 3 წელი თუ მეტი არა ნაკლები რომ ჩვენ ასე ვმუშაობთ უკვე. სამწუხაროდ სხვა საწარმოები, ანალოგიური საწარმოებისათვის ეხლა გახდა ეს კანონიერი და კანონზომიერებას ჩვენ უფრო ადრიდან ვიცავდით, ვიდრე სხვა დანარჩენი. ეტიკეტის გარეშე ხორცი არც გასულა პროდუქტი და არც გავა ჩვენგან. ჰასპთან დაკავშირებით ეს ჰასპიც ჩვენ ვართ ISO 22000-ის ფლობელები. ესეც უკვე მე-4 წელიწადია ჩვენ ამის ფლობელები ვართ. საქართველოში პირველები ვართ, ასე შეიძლება ითქვას. ISO 22000 მოიცავს ჰასპსაც, 9000-ს და ინტეგრირებული არის და არის 22000. ეს ადრე უნდა მიეღოთ, ეხლა კი არ უნდა მიეღოთ ეს კანონი და ადრევე უნდა მიეღოთ და ეს ეტიკეტირება ძალიან კარგი, ანუ თვითონ მომხმარებელი რომ მიდის, იქ წაიკითხება სად არის, როგორ არის, სად დამზადდა, რა, როგორ დამზადდა. მაგრამ ეს უნდა იყოს გაშუქებული მომხმარებლისათვისაც და ყველასთვისაც და ანუ ერთი სიტყვით კანონმა უნდა იკანონოს და ამის შემდეგ ყველაფერი იქნება წესრიგში. ეს 22000 ISO-ს და ჰასპიც რა არის? არაფერი არ არის. არის ელემენტარულად ერთი რამე რომ სისუფთავის დაცვა. აი ეს არის რა. მარნეულელი ხორცით მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. ამჟამად კი თავის საქმეს კანონის დაცვით აკეთებენ. სასაკლაოში ვკლავთ ცხოველს და ხორცის შემდეგ აქ მომაქვს ყველა კანონის დაცვით ვყიდი ხორცს. ამ ახალი კანონის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეტიკეტიც გვაქვს საბუთებით შესაბამისი ყველაფერს წესის მიხედვით ვაკეთებთ. ცხოველს სასაკლაოში ვკლავთ, ამ ახალი კანონის შესახებ კი არაფერი არ ვიცოდით. მარნეულელი მომხმარებლები კი კანონს დადებითად აფასებენ. მე მომწონს ახალი კანონი, მოსახლეობა უფრო გაბედულად იყიდის ხორცს. ძალიან კარგი კანონია, მოსახლეობას აღარ შეეშინდება, რომ ნებისმიერ ადგილზე მივიდეს და იყიდოს ხორცი. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის იანვრიდან ახალი კანონის შესაბამისად სასაკლაო, რომელსაც ჰასპი არ ექნება, ფუნქციონირებას შეწყვეტს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენი ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორს იძენს დღეს ოფიციალურად საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ, როგორც არის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ერთობლივი პროექტები, რომელსაც უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ და შესაბამისად ახლა უკვე ამას ოფიციალურად ვაძლევთ სახეს მემორანდუმის ფორმატში. მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ორგანიზაციას დაუგროვდა სასულიერო პირებთან ურთიერთობის გზაზე და ჩვენც ამ შემთხვევაში გვაქვს ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც პარტნიორებიც ვართ ერთად და ეს მემორანდუმიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას იმით, რომ უფრო მეტად ინფორმირებული საზოგადოების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა მოვახერხოთ ერთად. დემოკრატიის და განვითარების ცენტრი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დიდი ხანია თანამშრომლობენ. თანამშრომლობენ საზოგადოების ინფორმირების საკითხებში, როგორც ნატოს თემებზე, ასე ევროკავშირის თემებზე. ეს მემორანდუმიც გარკვეულად ფორმალიზებას ახდენს ამ თანამშრომლობას. Marneulin 22. Məntəqə Seçki Komissiyasında məntəqəyə daxil olan şikayət ərizələrinin baxışı keçirilib. Bütünlükdə 51 şikayət ərizəsinə baxılıb. Məntəqə Seçki Komissiyasının rəhbəri Qoba Asanidzenin dediyinə görə 51 ərizədən 10-u dəyərləndirilib, bir neçəsi isə nəzərə alınmayıb. Qoba Asanidzenin açıqlamasına görə bir neçə məntəqə ərizəsinin ləğvi xahiş olunmuşdu. Ləğvinə heç bir əsası olmayan ərizələr dəyərləndirilməyib. Bütünlükdə 51 ərizə daxil olmuşdu və 10 şikayət ərizəsi dəyərləndirildi. Bu ərizələr əsasən sədrlərin, sədr müavinlərinin davranış qaydaları ilə bağlı idi. Bir neçə ərizəyə baxılmayıb, qalan ərizələr isə dəyərləndirilmədi. Vahid Milli Hərəkat Partiyasında Məntəqə Seçki Komissiyasının üzvü və qeyd etdiyim partiyanın nümayəndəsi toplantını tərk etdilər. Onlar bir neçə ərizənin ləğv olunmasını istəyirdilər. Dairənin ləğvinə heç bir əsası olmayan şikayət ərizələri dəyərləndirilmədi.
Vahid Milli Hərəkat Partiyasının üzvləri arasında qarşıdurma pik nöqtəyə çatır. Bununla bağlı ictimai yayım kanalında informasiya yayımlandı. Partiyanın əvəzləyici katibi Sergo Ratyani açıqlayır ki, Marneuldə deputatlığa keçmiş namizəd Əhməd İmamquliyevə fiziki təxribat planlanır. Müəyyən olunmuş informasiyalar var məndə. Əhməd İmamquliyevə fiziki təxribat planlanır. Buna görə də hakimiyyəti xəbərdarlıq edirik. Belə bir şey həyata keçərsə cavabdehliyi özləri daşıyacaqlar. Sergo Ratyaninin açıqlamasına əsasən Əhməd İmamquliyevin gəlişmələrlə bağlı fikri ilə Marneuli televiziyası maraqlandı. Əhməd İmamquliyev, Georgi Şukakidzenin, Leri Mumladzenin, Givi və Şalva Kveladzeləri partiyanın keçmiş üzvü kimi xatırladır. Onun açıqlamasına görə qeyd olunan şəxslər təxribat planlayırdılar və onun fikrincə polis şurası tərəfindən partiyadan çıxarılmış kimidirlər. Sergo bəy Ratyani jurnalistlərə açıqlaması ilə bağlı deyə bilərəm ki, sizin televiziya ilə onlar deyirdilər ki, Əhmədi cəzalandıracağıq. Daha sonra ofisimin qabağına gələrək təxribat yaratmaq istədilər ki, dalaşaq və ya nəsə xoşa gəlməz hadisə yaşansın. Lakin mən elə bir şeyə imkan vermədim və qanun yolu ilə polisə müraciət etdim. Mən uşaq deyiləm, mənə dava-dalaş lazım deyil. Mən bizim mərkəzi ofisi xəbərdar etdim. Artıq bununla bağlı Sergo Ratyani öz şərhini bildirib. Düşünürəm ki, polis şurasının qərarı ilə bizim keçmiş üzvlərimizi partiyadan da azad edəcəklər. Polis şurası qərara gəlməlidir, təbii ki, bununla bağlı. Mən yenə deyirəm, onlar Susiya xidmət edirlər və iki millətin qarşı durması tapşırığını yerinə yetirirlər. Elə seçki öncəsi kampaniyalardan görürdük ki, Susi və Gürcü arzusu səhv informasiyaya yönəltməyə çalışırlar cəmiyyəti. Hamı gördü ki, heç bir milli qarşıdurma yaranmadı. Bizim partiyamız demokratik, çoxmillətli və yeganə partiyadır ki, ayaqda durur, siyasi mübarizə aparır, demokratik yollarla. Mən deməmişəm ki, onlar Susinin agentləridir. Mən dedim ki, onlar milli qarşıdurmanı yayırsa, Susinin tapşırığını yerinə yetirirlər. Georgi Şukakidzenin özü bizimlə telefon əlaqəsində açıqladı ki, Vahid Milli Hərəkat Partiyasının mərkəzi ofisindən partiya üzvlərini Marneuldə gözləyirlər. Onların buraya gəlişindən sonra hər şey aydın olacaq. Ona dək heç bir şərh bildirməyəcək. Marneulin mərkəzi bazarının bayır ticarətçiləri zibil yeşiklərinin qoyulmasını xahiş edirlər. Bu ərazidə antisanitariya hökm sürür. Bayır ticarətçilərinin dediyinə görə zibil yeşikləri olan zaman zibil haqqı ödəyirdilər. Zibil yeşiyini qoymaq əsasında bizə söz verdilər ki, zibil yeşikləri qoyulacaq. Biz gəldilər, zayavlini yazdılar, biz də qol çəkdik. 1 il, 2 il gördük, bu alınan şeydir. Ondan sonra da mən ödəməsini ödəmədim. Ödəniş ödəyirsiniz? Ödəniş 1 il ödədik. 1 il ödədik ödənişi. Sonra gördük ki, bizə zibil yeşiyi qoymurlar. Zibillər hərəsi bir kürsüyə yığılır. Düzəməlilər, süpürülür, təmizlənmir. Hamı istəyirik, deyirsiniz Avropa. Bu Avropa kimi olsun, xətiyyə bu Avropaya çatmağa bizə əsr lazımdır. Amma xətiyyə bir 10% Avropaya, söyləyək ki, Avropada girmişik Avropaya. Hakimiyyətə müraciətimiz olsun ki, hər şey bizim yaxşıdır. Düzdür, biraz çətinlik var. Çətinimiz də bizim bu zibil məsələsidir. Zibillər axşam solanda düzdür, təmizləyirlər, süpürürlər. Biraz da yer əsərdə təzdən geri hamısı dağıdır. O süpürənlərə də yazdıqdır. Düz təmizləyirlər, amma zibil yeşil olmadığına görə yer əsəndə, külək əsəndə təzdən hamısını burayla bir eləyir, hər yerinə bir eləyir, bazar pis hala düşür. Xahişimiz oldu ki, buraya bir zibil yeşikləri qoysunlar. Marneulinin kommunal xidmətində mövzu ilə bağlı açıqlama gəldi. Onların dediklərinə görə bazar ərazisində əvvəl zibil yeşikləri qoyulmuşdu. Lakin mağaza sahiblərinin xahişi ilə zibil yeşikləri yığışdırılıb. Marneulinin IP təmizliyin direktoru Leri Mumladze bizimlə söhbətində yeni ilə yeni zibil yeşiklərinin gözləndiyini, əgər mağaza sahiblərinin zibil yeşiklərinin qoyulması ilə bağlı təklif gələrsə, o zaman təklifi dəyərləndirəcəklərini vurğuladı. Mağaza sahibləri zibil yeşiklərinin yığışdırılmasını xahiş etdiklərinə görə həmin ərazilərdən zibil yeşikləri götürüldü. Buna baxmayaraq hər gün süpürülür. Biz yeni zibil yeşikləri gözləyirik. Heç bir problem yoxdur. Zibil yeşiklərini əldə edən kimi özlərinin tələbləri ilə yerləşdirərik. ...2017-ci ilin yanvarından hasbi sistemi bütövlüklə tətbiq olunmayan mal kəsmə müəssisələri fəaliyyətini davam etdirə bilməyəcək. Milli Qida Agentliyinin məlumatına görə Gürcüstanda 91 mal kəsmə müəssisəsi fəaliyyət göstərir ki,
Bunların arasında yalnız bir neçəsində HASPI sistemi tətbiq olunub. Müəssisələrin çoxu bu sistemi indi tətbiq edir. Bəzisi isə agentlik tərəfindən göstəriciləri düzəltməyə çalışır. Gürcüstan hökuməti mal, heyvan ətinin və məhsullarının etiketləşdirmə qaydasının texniki reqlamenti haqqında qərar qəbul edib. Reqlamentə görə biznes operatorlar ət və ət məhsullarının etiketləşdirilməsini müəssisələrdə işlətmə və distribusiyaların bütün mərhələlərində keçirməyə məcburdurlar. Biznes operatorlar hansı ki ət istehsalını və realizasiyanı həyata keçirirlər, onlar izləmə sistemini tətbiq etməlidirlər. Heyvan Gürcüstandan alınıbsa, o zaman etiketdə kəsilməyə aparılacaq heyvanı alıb aparanın şəxsiyyət nömrəsi, əgər ki xaricdən alınıb da gətirilən heyvanın qulaq nişanı olmasa, o zaman ölkənin adı yazılmalıdır. Əgər qanun etiketləşdirilmə buyurubsa, deməli etiketləşdirmək lazımdır. Qanun nə deyirsə, o həyata keçməlidir. Artıq mal, heyvan ətinin etiketləşdirilməsi başlayır. Məsələn, mən bir istifadəçi kimi bilməliyəm nə ətidir və ya nə qədər təhlükəsizdir istifadəçi üçün. Ola bilər ki, qiymətlərdə fərqlilik olsun. Mən hər zaman bahalı ətə üstünlük verərəm. Marneulin ət işlətmə kombinatı Laşarilanın sahibi Zaza Laşxı yeni qanunu müsbət dəyərləndirir. Onun açıqlamasına görə işlətmə kombinatı Laşarilla artıq neçə ildir ki etiketlə işləyir. Biz artıq neçə ildir ki etiketlə işləyirik. Təəssüflər olsun ki, başqa müəssisələr üçün bu qanun indi qüvvəyə minir. Etiketdən kənar nə ət, nə də məhsul çıxmayıb buradan. HASPI ilə bağlı onu deyərəm ki, biz ISO 22000 sahibiyik. Bu sistemdən isə biz 4 ildir istifadə edirik. Gürcüstanda demək olar ki, birinciyik. Etiketləşdirilmə çox yaxşı qanundur. İstifadəçi biləcək, məlumatlı olacaq, haradan alınıb, haradan necə hazırlanıb. Bir sözlə qanun işləməlidir. HASPI və ISO 22000 təmizliyin təminatçısıdır. Marneulili ət ticarətçiləri açıqlayırlar ki, ətlə bağlı yeni qanun haqqında məlumatları yoxdur. Hal-hazırda isə ticarəti qanun çərçivəsində edirlər. Biz boyuna da kəsirik. Bunu nə lazımdır, boyuna da eləsinlər. Etiket nə lazımdır, nə lazımdır. Mənim bu faktura əlimdə. Qoy göstərdim, qoy baxsın. Bu faktura formadır var, təmizliyə görə. Bu da ətimin peçatı. Özgə mən nə arasıyam be? Təzə məlumatla heç məlumatımız yoxdur. Hər bir şeyimiz də var etiketi də, hər şeyi də sənətlə kəsirik, sənətlə də satırıq. Yenə daxil olan məlumatla bağlı bir xəbəriniz var idi, məlumatınız var idi bə? Yox. Marneulili istifadəçilər isə qanunu müsbət dəyərləndirirlər. Bundan yaxşı ola bilər mən beləsi. Çox yaxşı qanundur. Ət alan zaman istifadəçilər təhlükə baxımından qorxmayacaqlar. Xatırlatdığımız kimi 2017-ci ilin yanvarından HASPI sistemi olmayan ət müəssisələrinin fəaliyyəti dayandırılacaq. NATO və Avropa İttifaqı haqqında İnformasiya Mərkəzinin və İnkişaf və Demokratiya Mərkəzinin arasında əməkdaşlıq sazişi imzalandı. Saziş əməkdaşlığın dərinlənməsi və birgə layihələri həyata keçirməyi üçün nəzərə alınıb. Qeyd olunan sazişə imza atan təşkilatlar çox zamandır ki, NATO və Avropa İttifaqının müxtəlif məsələlərində əməkdaşlıq edirlər. Sevindirici haldır ki, belə bir mühüm təşkilat bizlə əməkdaşlıq edir. Bununla bərabər artıq illərdir ki, biz birlikdə bir neçə layihələr həyata keçirmişik. Bugün iki mərkəz arasında saziş imzalandı və bu saziş bizim əməkdaşlığımızı daha da dərinləşdirəcək. Demokratiya və İnkişaf Mərkəzi və İnformasiya Mərkəzi NATO və Avropa İttifaqı haqqında çoxdandır ki, müxtəlif məsələlərdə əməkdaşlıq edir.